საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე აჭარის რეგიონში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროს ვახტანგ წულაძეს რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ხათუნა გოგალაძე მონაწილეობა მიიღო ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში და მოინახულა ქობულეთის უნიკალური დაცული ტერიტორია. მინისტრმა აგრეთვე ბათუმის ნაგავსაყრელი, მაჭახელოს ხეობაში მდინარე ჭოროხს ამშენებარე ჰესი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები მოინახულა. ეს არის მსოფლიოში უნიკალური ადგილი თავისი შემცველობით და შემადგენლობით ეს ფაგნუმი, რომელიც გავრცელებული აქვს და რომელიც რა ვიცი ჩვენ ვიარეთ და შეიძლება კარგად არჩას ამ ფართობით წარმოდგენილი ეს უძველესი მცენარე თითქმის მსოფლიოში ასეთ დიდ ფართობზე არსად არ გვხვდება. გამომდინარე აქედან ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჭარბტენიანი ტერიტორიების თვალსაზრისით, ასევე ზოგადად დაცულობის თვალსაზრისით. აქ არის ორი დაცული ტერიტორია, სახელმწიფო ნაკრძალი ფართობის 331 გექტარია და ახვეთილი 438 გექტარი. უნიკალურობა ქობულეთის დაცული ტერიტორიების გამოიკვეთება იმითაც, რომ როცა ჩვენთან უცხოელი მეცნიერები ჩამოდიან, ამ ტერიტორიას გეოგრაფიულ სასწაულს უწოდებენ, იმიტომ რომ ჩვენ ტერიტორიაზე არის ისეთი მცენარეები, რომლებიც ტუნდრის და ტაიგის, აი ციმბირში რო ეს ტერიტორიები ისეთ რეგიონებს ახასიათებს.